დღეიდან რუსეთში აღარ იქნება არც ერთი უსაფრთხო ადგილი. უკრაინის იარაღი მიაღწევს ნებისმიერ რუსულ სამხედრო ობიექტს, ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბია. მანამდე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კითხელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების უფლება მისცა. ყირიმში ფეოდოსიის ნავთობბაზა იწვეს. ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება. ხანძარი სავარაუდოდ უკრაინულ დრონებს უკავშირდება. უწრფელად რომ თქვა, იმაზე რეაგირება, რასაც ლუკაშენკო ამბობს, მიჭირს. ის საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. ზოგჯერ ამ სამყაროში მას პუტინი აკითხავს. ისინი რაღაცაზე საუბრობენ. ორი მოხუცი. ასე ეხმაურება ზელენსკი ბელარუსის პრეზიდენტს, რომელმაც ზელენსკისთან შეხვედრის ინიციატივა გამოთქვა. რუსეთმა წამების პრევენციის შესახებ ევროპული კონვენცია დატოვა. შესაბამის კანონს პუტინმა ხელი დღეს მოაწერა. ამის შემდეგ რუსეთი აღარ იქნება ვალდებული, რომ საკუთარ საპატიმროებში შეუშვას საერთაშორისო ინსპექტორები. რუსი პატიმრების საჭიროებს კი წამებისა და არაადამიანური მოყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტი ვეღარ განიხილავს. იმერეთის მუნიციპალიტეტები თებერვლის სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 7 თვის შემდეგ იწყებენ. სახურავების შეკეთებაში 15 მილიონამდე უნდა დაიხარჯოს. განაცხადებზე პასუხი საბოლოო ვადა ოქტომბრის დასაწყისია. სამუშაოები კი 60 დღეში უნდა დასრულდეს.